სურსათზე ფასების მატების მიზეზებზე საუბრობს. პარტიაში აღნიშნულში ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ რამდენი კომისიაც არ უნდა შეიქმნას, ეს არ შეიცვლება, რადგან მმართველ გუნდთან დაახლოებული იმპორტიორები კორუფციულ სქემებთან არიან დაკავშირებული. გადახდელების ფულს ხრავს უკვე 13 წელი. ეს არის 13 წლიანი უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის პირდაპირ შედეგი. პირველ რიგში ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა, მეორეს მხრივ ყველა გადასახადის ზრდა საქართველოში, მესამეს მხრივ საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების გაორმაგება უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. ხელისუფლება აწარმოებს ბენზურ კამპანიას და ცდილობს, რომ მთელი ტვირთი გადაიტანოს სხვადასხვა პროდუქტების იმპორტიორებზე ამ ქვეყანაში. ყველა ძირითადი იმპორტირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის შემომტანი ან ქართული ოცნების წევრია, ან მათი მხარდაჭერი და შემომწირველია. არიან ბიზნესმენები, რომელიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული, მიტინგებზე ვხედავთ. შემომტანებიც ეგენი არიან, მაგრამ ის თემა, რომ თითქოს და მაღალი განაპირობებს ამ ფასების ზრდას, არ არის სწორედ დათვლილია ამ დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად და სამმაგი ხშირად 4 მაგია ფასი გაზრდილი ჩამოტანიდან დახლამდე. ამას შესწავლა ჭირდება და ეხლა წინასწარი ხმამაღალი განცხადებების კეთება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ არ ელოდებიან კარგ შედეგს.